გამარჯობა, ეს ვერა ბღაბაშიძე ვარ, ქართულ ხალხურ საკრავებს ვამზადებ. დღეს საკრავის პირზე ვისაუბროთ. ბევრი დეკას უწოდებს. ეს საკრავის წინა მხარეა, პირის მხარე. ალბათ ამიტომაც უწოდეს პირი გლეხებმა. რა თქმა უნდა, ყველა არ უწოდებდა, ზოგი გულს უწოდებდა, ზოგი ფიცარს. ხალხურ სინამდვილეში ყველა თავისებურად უწოდებდა და ტერმინებში თქვი, ტერმინებზე რომ ვისაუბრე, იქ ვთქვი, რომ რადგან აღმოსავლეთ საქართველოშიც გვხვდება ეს სიტყვა და დასავლეთ საქართველოში, ამიტომ საკრავის ამ ფიცრის სახელად პირი ავირჩიე. კაკო ლაშქარაშვილიც პირს უწოდებდა. სიმის ხევას პირი აძლიერებს. რა თქმა უნდა, მუცელიც აძლიერებს, მაგრამ პირველი პირია. და როგორ ბგერას მივიღებთ, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პირის ფიცარზე. მუცელზე მithქვამს, რომ თუ არ ვიცით რა ხის ფანდურს უსმენთ, ვერც გავარჩევთ რა ხე არის. და ას იგივე შეგვიძლია პირის ფიცარზეც ვთქვათ. ერთი ფანდური გავაკეთებ მუცელის და პირიც თუთა არის და რამოდენიმე წლის წინ მოусმინე ფანდურს. და თითქოს არც გაირჩევა, აღარ მახსოვს ზუსტად, ვერ გეტყვით ასე გადაჭრით. მაგრამ ინტერნეტში უყურებ ხოლმე იშვიათად, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც მაგალითად გიტარაზე ერთ-ერთი გადაცემა იყო, გამოიცანი დამკვრელი. პროფესიონალი კაცი იჯდა ზურგშექცევით და ვერ ხედავდა ვინ უკრავდა. თან იმასაც ამბობდა გიტარის დეკას ვამბობ, რადგან გიტარაზე ვსაუბრობ. გიტარის დეკა ნაძვია თუ კედარი. ყოველთვის ვერ გამოიცნო. მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, რომ კედარს უფრო თბილი ბგერა აქვს, ნაძვს უფრო გამოკვეთილი ბგერები. ადამიანი შეცდა, პროფესიონალი. ანუ იგივე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვერ გაარჩევ პირი, უпростоოდ დეკა ამ შემთხვევაში ნაძვია თუ კედარი. მაგრამ თავარია ხარისხიანი იყოს, კარგი უნდა იყოს ეს. და რა განსაზღვრავს მის ავკარგიანობას? რა თქმა უნდა, როგორი არის? არ უნდა იყოს გამოფიტული ხე. მარტივად რო ვთქვათ. ძალიან უბრალო რო ავხსნათ. არ ძალიან მაგარი უნდა იყოსო, სიმები მოერიოს, შეარხიოს და ხმა გავიგოთ. რაც უფრო ნაკლებად არხევს სიმი, ანუ პირი რაც უფრო მაგარია, სიმი ნაკლებად არხევს და საკრავიც ჩუმია. შეიძლება ძალიან ლამაზი ბგერა ქონდეს, მაგრამ შორს არ ისმოდეს. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მაგარიც არ უნდა იყოს პირის ფიცარი. არც ძალიან რბილი ვარგა, რომ სიმებმა არ დაჩაგროს. ასევე მნიშვნელოვანია ძალხაზების სიგანე. ეს ზოლები ჩანს. გაჩვენებთ მაინც. სხვა ფიცრებით გაჩვენებთ. მაგალითად, ეს ფიცარი რომ გაჩვენოთ. აქ დაახლოებით თანაბრად არის. თანაბარია ძალხაზების სიგანე. თუმცა ყოველთვის ასეთი ფიცარი არ გვხვდება, ასეთი ხე. არის რომ თანდათან იცვლება სიგანე. წვრილიდან ფართესკენ არის წვრილი ძალხაზები, მერე განიერი, მერე ისევ წვრილი. ეს ვიცით რომ ზრდის მიხედვით თუ მალე იზრდება ხე, ძალხაზები უფრო განიერია, ნელ-ნელა იზრდება და უფრო წვრილია. ახლოა ძალხაზები. ეს კარგი პირის ფიცარია, მაგრამ არის კიდევ ისე დახერხილი, რომელიც
მხოლოდ სასწავლო ფანდურისთვის გამოდგება. ეს ფანდური მომიტანეს პირისფიცარი იყო ორზოლად ჩატეხილი. ან რაღაცა მოარტყეს, ან თვითონ ფანდური მიარტყეს და ჯორაკმა ჩატეხა. დავაწევი, აღვადგინე, რა თქმა უნდა. და წინასწარ გადავიღე, რომ შემდეგ ჩავრთო. ვილაპარაკებ უკვე ამ საკითხზე. ასე რომ უყურებთ. კი, ლამაზია პირისფიცარი. ლამაზად ჩანს, მაგრამ ჩვენ ხო ისე ვთქვათ, ქანდაკებას არ ვყიდულობთ, თორსა ფანდურს ვყიდულობთ. ასეთი ფიცრით ფანდური მხოლოდ სასწავლოდ გამოდგება. სასწავლოზე უკეთესისთვის უკვე არ გირჩევდით, რომ ასე ჩავთვალოთ. რადგან ასეთ ფიცარს სათანადო აკუსტიკური თვისებები არ აქვს. მოდი ასე მარტივად ვთქვათ. და უკეთესი აკუსტიკური თვისებები აქვს სწორძარღვიან ხეს. თუ გვაქვს, რა თქმა უნდა, თანაბარი სიგანის ძალხაზებით, ასეც გავაკეთებთ. კაკო ლაშქარიშვილმა პირისფიცარზეც მითხრა, რომ ფართე ზოლები უნდა იყოს დაბალი ბგერის მხარეს, ანუ რომ გაჩვენოთ, ფანდური გვიჭირავს ზედა სიმი. პირობითად რომ ავიღოთ ლა, პირველი სიმი მი. ნუ ლა არის დაბალი ბგერები და ზედა მხარეს უნდა იყოს უფრო ფართე ძალხაზები და თანდათან უნდა წვრილდებოდეს და უფრო წვრილი მაღალი ბგერისკენ ჩადიოდეს. თუმცა ინტერნეტში რომ ვეძებდი საკრავის გაკეთებაზე და შემდეგ ამაზეც ვისაუბრებ. ვეძებდი და მე ჩავიქნიე ხელი საერთოდ. და მიზეზსაც ვიტყვი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ გადაცემაში ამაზე ცალკე ვისაუბრებ. იქ წერია, რომ მაგალითად გიტარაზე აიღებენ ორი სიგანია, გახერხავენ შუაზე და წიგნებით გადაშლიან, შეაწებებენ. და აქ აკვირდებიან, იგივე ძალხაზები იქაც თუ რა თქმა უნდა თანაბარი სიგანის არის, გადაშლიან როგორც მოეწონებათ, ისე შეაწებებენ და თუ კი ვიწროდან ფართესკენ გადადის ნელ-ნელა, ვიწრო ზოლებს ჯორაკისკენ მოაქცევენ ფართეს ნაპირებისკენ და რატომ? ითვლება, რომ ვიწრო ზოლები უფრო მაგარია, ფართე უფრო რბილი და რადგან ჯორაკთან, ანუ შუა ადგილში უფრო მეტად იტვირთება დეკა, ამიტომ შუაში უფრო მაგარი უნდა იყოს. ფანდურზე ესეც მოვსინჯე, პირიქითაც მოვსინჯე, ვიწრო ზოლები ნაპირებისკენ იყო უფრო ფართე შუა და ბგერა არაფერი სხვაობა არ იყო. რადგან ფანდურის მუცელი ვიწრო არის, რა თქმა უნდა, გიტარის მუცელი უფრო დიდი არის, განიერია და ის თხელი რო არის დეკა. იმიტომაც არის ქვევიდან გიტარას ის ზამბარები და ხიდები რო აქვს. ახლა უცბად ერთ-ერთი ოსტატის მონაყოლი გამახსენდა, რომ იქ ამბობენ, რომ ხიდების სხვადასხვანაირი განთავსება ბგერას ცვლისო და ისიც, რა თქმა უნდა, სხვა ოსტატებივით სხვადასხვანაირ სისტემა, უпроსოდ რაც აკეთებდა, ძირითადად ერთ სისტემას აკეთებდა, მაგრამ სხვადასხვანაირად აკეთებდა და ერთი რაღაც აზრი მომივიდაო და გავაკეთე ეს ასეთი სისტემა ზამბარებისო. დავპატიჟე პროფესიონალებიც, მოყვარულებიცო, კი, მოყვარული ქვია, მაგრამ ისიც კარგი დამკვრელი რო არის. მოვასმენინეო და ამ სიტყვებს წერს პირდაპირ. ამ წეულმა გიტარამ ვერაფერი მასწავლა. რომ ყოფილიყო ცუდი ბგერა, ვიტყოდი რომ ასეთი ზამბარების სისტემა არ ვარგა, რომ ყოფილიყო კარგი, ესე იგი რაღაც კარგ გზას მივაგენი და გავაგრძელებდი ესე, მაგრამ ჩვეულებრივი გიტარა იყო. არაფრით განსხვავდებოდა სხვა გიტარებისგან და მე მივხვდი, რომ ეს ზამბარები მხოლოდ დეკის გასამაგრებლად არისო. რომ რა თქმა უნდა, თხელია ხო დეკა, ამხელა ფართია და ისედაც რომ დაუმკვირდეთ. სიმების აწყობასაც კი ვერ მოვასწრებთ, რომ დაამტვრევს.
დეკას სიმები, ჯერ ერთი 6 სიმია. მერე იქ ლითონ დახოული სიმებია და უფრო მეტად იჭიმება. გიტარის სიმები გრძელიც არის, ხო? გიტარის მენზურა ტრადიციულად 650 მმ-ია. და ვერც კი მოვასწრებთ გიტარის აწყობას, რომ დაიმტვრევა დეკა. და ამიტომ არის აუცილებელი გიტარაზე ქვევიდან ის ზამბარები და ხიდები რომ იყოს. თან მეორე ამბავიც რომ გიტარას ვინც იცნობს, იმათ ეცოდინებათ რომ კლასიკურ გიტარაზე აკუსტიკური გიტარის სიმების საბმა არ შეიძლება. კი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თაობათ თქვენინება, მაგრამ ერთის თქმის არ იყოს, გადარჩენილები არ უნახავთ. ანუ იქ კლასიკურ გიტარას აკუსტიკური გიტარის სიმები დაამტვრევს ისიც. დეკა გათვლილია რბილ სიმებზე, ნეილონი იცით რომ უფრო რბილია და იმდენად არ იჭიმება, როგორც აკუსტიკური გიტარის ფოლადის სიმები. აკუსტიკურ გიტარას დეკა უფრო მაგარი აქვს. ის სისტემა, ზამბარების სისტემა ისეა შემუშავებული, რომ გაუძლოს უფრო მეტ დატვირთვას. და აქაც არის მნიშვნელობა, უბრალოდ ამასაც აქვს მნიშვნელობა, აკუსტიკური გიტარა კეთდება თუ კლასიკური გიტარა კეთდება. დეკას ზამბარების სისტემა როგორი უნდა ქონდეს სიმების მიხედვით. ფანდური პირი პატარა არის და ამიტომ არ არის საჭირო ქვევიდან. თუმცა მინახავს ფანდური ერთი ხიდი საგულესინ იყო, ერთი უკან. თხელი პირი იყო, მილიმეტრიანი სისქის. ეს ჯარში ერთი ოფიცერი იყო და მან მითხრა რომ ეს ევაკეთებდითო ბიჭობაში სახელოსნოში მუშაობდი და ეს ევაკეთებდით. პირი თხელი იყო 1 მილიმეტრის სისქისი და ორ ხიდს დაუდებდით ხოლმე ქვევიდანო. ასეთი რამ ხალხურ სინამდვილეშიც დასტურდება, ჯავახიშვილთან წერია, რომ ბატის ფრთას უდებდნენ ორს ქვევიდან, რომ არ დაზნექილიყო. ანუ თხელ ფიცარს დააკრავდნენ ხოლმე. და ანუ ის ფანდური რომ ნახე, ჯორაკის ქვეშ არ იყო ის ხიდი. ცოტა უკან იყო და ჩანსნექილი იყო ჯორაკის ფეხების ქვეშ პირი. ანუ რა თქმა უნდა, თხელია ის 1 მილიმეტრიანი ფიცარი და ჩანსნიქა რომ დააწვა. მეც რა თქმა უნდა მოვსინჯე ხოლმე. გავაკეთე სიგანეზეს დაუდე, ცერათაც დაუდე, სიგრძეზეს დაუდე, ჯვარედინათაც დაუდე. ყველაზე მეტად ჯვარედინმა სისტემამ შეზღუდა პირის რხევა. ჩემი ფანდური, წიფლის ფანდური რო გავაკეთე, პირი წაბლის ხის დაუდე და ხელში მერბილა, ასე მომოწმებ ხოლმე გაღუნვაზე პირის ფიცარს როგორია. ხელში მერბილა და დაუდე ცოტა ცერად, რომ ვიცოდი სიგანეზე დადებული ვერ გაამართლა, ცოტა ცერად დაუდე, რომ არ შეზღუდულიყო, ანუ ორივე ფეხი რო არ ყოფილიყო დადგმული და ერთი ფეხის ქვეშ დაუდე ხიდი. იმ იმედით რომ არ ჩაიზნიქებოდა, მაგრამ არ გაამართლა, მაინც ჩაიზნიქა. მოვხსენი ის პირის ფიცარი და შემდეგ ნაძვი დავაკარი ზედ. აღარ დაუდე ხიდი, რა თქმა უნდა. მე მინახავს ფანდურები ქვევიდან ასე უდევთ სიგანეზე, დაწებებულია თხელი ფიცარი ქვევიდან, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ზღუდავს პირის ხევას. ჩვენ კი ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება თავისუფლად ირხეოდეს პირის ფიცარი. თუნდაც იმიტომ რომ ხმიანი იყოს საკრავი. ანუ მნიშვნელობა არ აქვს, წვრილი ძალხაზები შუაში იქნება თუ ნაპირზე იქნება. მთავარია ლამაზად იყოს და ლამაზად ჩანდეს. ერთდაირი აკუსტიკური თვისებების მიუხედავად, ლამაზი ფიცარი უფრო მოგვეწონება, ხო? ლამაზი პირი რო ქონდეს საკრავს. აი მაგალითად, რო გაჩვენოთ იგივე ეს ფიცარი და ასეთი ფიცარი. ეს ყავისფერი ზოლები, რა თქმა უნდა, უკარგავს იმ
პეწ სილამაზეს პირისპიცარს და კარგი აკუსტიკური თვისებებიც რომ მქონეს ასეთ პირს. რა თქმა უნდა, ძვირფას ფანდურებზე არ ღირს. მოდი ასე ვთქვათ, დავაწებოთ. უნდა გამოვიყენოთ სასწავლო ფანდურებისთვის, ან ასე ვთქვათ, საშუალო დონის ფანდურებისთვის. პირისპიცარი მე, ესეც შემიწებებია წიგნებით გადაშლილი. 3 ფიცრისგანაც შემიწებებია და 4-ისგანაც. რადგან გითხარით რომ შეიძლება იყოს წვრილი ზოლები, კი თუ თანაბრად ფართოვდება, თქვენ თავისებურად მაინც ლამაზია, მაგრამ შემხედრია ფიცარი ძალიან კარგი ბგერა აქვს, მაგრამ უცბად ფართოვდება, მე უკვე წვრილი ზოლები მიდის და უცბად ფართოვდება. ჩაუმიჭრია ხოლმე ის ფართო ზოლები, იმდენად ლამაზი აღარ არის, რა თქმა უნდა, წვრილი ზოლებთან შედარებით და ყოფილა რომ 3 ფიცრი არ ყოფნის სიგანე და უკვე ჩაუმიჭრია ისე რომ 4 ფიცრით შემიწებებია. ალბათ ზოგი იმასაც იტყვის რომ შეწებებული არ ვარ გაისწებო ბგერას აფუჭებს. მეცინება ასეთ მტკიცებულებებზე ნეტა რომელი გაარჩევს, მაგალითად პირისპიცარი თლიანი იქნება თუ თუნდაც 4 ნაწილად შეწებებული ბგერაში ვირას გაარჩევს. ეს კი არა და მოვყევი ხომ კედარი არის თუ ნაძვი ვერ არჩევენ პროფესიონალებიც კი. და ისიც თქვი წინა გადაცემაში მე მგონი რომ გიტარის კეთებელი ოსტატიც მაგას ამბობს. ერთ-ერთი ოსტატი წერდა რომ ჯობს 4 დაჭირისგან შეუკრა დეკა და კარგი იყოს ეს ფიცრები. ახლა რა სიგანე უნდა იყოს ძალხაზები. პირობითად რომ დავყოთ ინტერნეტში ვკითხულობ ერთ სტატიაში რომ მაგალითად ძალხაზების სიგანე უნდა იყოს მილიმეტრი 2 მილიმეტრი, მილიმეტრიდან 2 მილიმეტრამდე სიგანის. ნაკლები უფრო თუ ახლოა არ ვარგა, თუ 3 მილიმეტრიდან მეტია ძალხაზებს შორის სიგანე არ ვარგა. ვიღაც წერს რომ 2 მილიმეტრიდან 4 მილიმეტრამდე უნდა იყოს. 2 მილიმეტრამდე არ არის კარგი, 4 მილიმეტრს ზევით, ანუ 4 მილიმეტრზე განიერი თუ არის, არ ვარგა. ვიღაც წერს რომ 1 მილიმეტრიდან 4 მილიმეტრამდე უნდა იყოს ძალხაზების სიგანე. ეს არის კარგი, ანუ უფრო ნაკლები არ ვარგა, მეტი არ ვარგა. რამოდენიმე სხვადასხვა აზრი იყო. თავარი ის არის რომ ბგერა კარგი კონდეს და როგორ ვამოწმებ, ერთ-ერთი ხო თქვი, ანუ ეს უკვე დამუშავებისას როგორი უნდა იყოს. ხელით გძნობ, როგორ დავათხელო პირისპიცარი, ახლა დათხელებაზე გამახსენდა ტორესის ნათქვამი. თურმე ერთი მღვდელი მისულა ტორესთან და უთქვამს რომ ამობენ რომ რაღაც საიდუმლო იციო და არასწავლიო ხალხს ამ საიდუმლოსო, არ გინდაო სხვებს ასწავლო გიტარის გაკეთებაო. მამო, მიგვირს თქვენგანო საიდუმლოებაზე რომ ლაპარაკობ რაღაც სასწავლო მსგავსი რაღაცა იყო. არ მახსოვს ზუსტად, ესეც წლების წინ წავიკითხებ. განა არ მინდა ვასწავლო, მაგრამ არ ვიცი როგორ აუხსნა ადამიანს, რაც გრძნობს ჩემი მარჯვენა ხელის საჩვენებელი და ცერათითი, როცა დეკის სისქეს ვამოწმებო. აშალაშინებ და ათხელებდა. და ანუ ქვეცნობიერად გრძნობდა საკმარისი იყო თუ არა, რომ დაეთხელებინა, დათხელებინა ფიცრის. ამიტომ თქვა რომ არ ვიცი როგორ აუხსნა ადამიანს, რაც გრძნობს ჩემი მარჯვენა ხელის საჩვენებელი და ცერათითებიო, დეკას რო ვათხელებო. მეორე ამბავი კიდევ, როგორ ვარჩევ ბგერას. რომელი ავირჩიო კარგი ფანდურებისთვის. ჯერ თვითონ ავიღებ ხოლმე ეს კოჭებს ვყიდულობ, დავიჭერ და მუშ სულტყავ, რადგან კოჭი დიდია და ძალა ხო უნდა მოვერიო, რომ შევარხიო ბგერა გავიგო. ან თვითონ ფიცარს ვავიღებ ხოლმე, დავიჭერ და
მოხრელთით სურტყავ. უსმენ. უნდა მღეროდეს ფიცარი. და საკრავთაც კარგი ხმა ექნება. ზოგს ცოტა დაბალი ბგერა აქვს, ზოგს ცოტა მაღალი ბგერა აქვს. და შესაბამის ბგერებს გააძლიერებს საკრავში. წეგან თქვი რომ ითვლება რომ წვრილი ძალხაზებიანი ფიცარი უფრო მაგარია, განიერი ძალხაზებიანი რბილი, მაგრამ მინახავს მე მილიმეტრზე წვრილი იყო ძალხაზები, თუმცა ესე ფურცელივით იდრიკებოდა ეს ფიცარი და მინახავს 4 მილიმეტრიანი სიგანის ძალხაზები საერთოდ ისეთი ქვასავით მაგარი იყო, ვერც გადრეკდი, ისეთი იყო ეს ფიცარი. ანუ ის რომ წვრილი ძალხაზებიანი უფრო მაგარია, ესეც ვერ ამართლებს. ჩვენ პირდაპირ ესეთ მექანიკურად უნდა შევამოწმოთ და ბგერით უნდა შევამოწმოთ პირის ფიცარი. ალბათ არ გაისმევა, მეორე ვერ გაიგებთ ჩანაწერში, თორემ მეორე ფიცარსაც მოგასვენინებდით. ალბათ ისმის. დაბალი ბგერებია, ეს ფიცარი მაღალ ბგერებს გამოსცემს. მგონი სულ ეს არის პირის ფიცარზე, რაც მინდოდა მეთქვა. ბევრი სათქმელი, ბევრია და ყოველთვის ყველაფერი არ მახსენდება ხოლმე. თუ შემდეგ რამე გამახსენდება, ალბათ სხვა გადაცემებში ჩავრთავ და იმასაც ვიტყვი. ვიდეო უკვე დამონტაჟებული მქონდა, რომ ერთი მნიშვნელოვანი რამ გამახსენდა და ბარემ ფიცრები რომ მოგასმენინეთ, იმასაც ვიტყვი. ჩანაწერში რა თქმა უნდა ისე არ ისმის ბგერა. ფაქტობრივად არც გაირჩევა ჩანაწერში. ჩვენ კი ყური უნდა მივაჩვიოთ, ანუ გამოცდილებით მივხვდებით, რომელი ფიცარი უნდა ავიღოთ. მარტივად რომ დავყოთ სასწავლო და საკონცერტო ფანურებისთვის ფიცრები. როცა ფიცარი უკეთესად მღერის, როცა ფიცარი მღერის, ის რა თქმა უნდა საკონცერტო ფანურისთვის უნდა გადავდოთ და თუ ისეთ კარგი ბგერა არ აქვს სასწავლო ფანურისთვის. და კიდევ გავიმეორებ რომ ერთნაირი აკუსტიკური თვისებები რომ გქონდეს, ანუ ერთნაირად რომ ჟღერდეს პირის ფიცრები, რა თქმა უნდა, უკვე ლამაზი ფიცარი უნდა შევარჩიოთ და საკონცერტო ფანურისთვის შევინახოთ. და ისეთი ლამაზი როცა არ არის, ყავისფერი ზოლები გაჩვენეთ, არის კიდევ ცოტა დაკნაკნილად მიდის, ანუ სწორ ზარღვიანი არ არის, გაჭიმული ლარივით არ არის ზარღვები, ანუ ისეთი ლამაზი არ არის. და ეს უნდა გადავდოთ უკვე სასწავლო ფანურებისთვის. ახლა რისი თქმაც მინდოდა. პირის ფიცარი ძალიან მაგარი არ უნდა იყოს. ახაც რაღაც ზღვარი უნდა გამოცდილებით, ზღვარი უნდა ვიცოდეთ, რომ თუ კი პირი ძალიან მაგარია, მაშინ აწყობისას სიმები ზედმეტად იჭიმება და უკვე ბალალაიკის წკრიალი გვესმის ფანდურს როცა უკრავთ. ყოველთვის ვამბობ, რომ ფანდურმა იერიც და ბგერაც ფანდურის უნდა შეინარჩუნოს და სხვა რაღაც საკრავი არ უნდა გვესმოდეს, გინდა ბალალაიკა იყოს, გინდა გიტარა იყოს. ანუ ფანდურმა ფანდურის ბგერა უნდა მოგვცეს. როგორი უნდა იყოს ფანდურის ბგერა, რომ არ უნდა იყოს ლითონის წკრიალი არ უნდა ისმოდეს და ღრმა, ესეთი ძლავრი ბგერა არ უნდა მოდიოდეს, როგორც გიტარას აქვს, ასე ვადარებ ხოლმე. ფანდურს უფრო თბილი, ხალასი, ხავერდოვანი, რბილი შეგვიძლია ვთქვათ, ასეთი ბგერები უნდა ქონდეს და არა წკრიალა და ძლავრი ბგერა. დღეს დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.